ვიცი რომ რთულია 2008 წლის ომის დღეების გახსენება და ხომ ვარ გაიხსენებდით რა მდგომარეობაში იყავით მაშინ მე 2008-მდე მინდა გავიხსენო 91 წელი როცა ცხინვალიდან გამოვედით თქვენ დევნილი ხართ კი დევნილი ვარ ცხინვალიდან მამაჩემი მოკლეს 91-ში სახლის დაგვიწვეს და 2008 იყო ჩემთვის ამ ძველი იარების გახსენება მაშინაც ბავშვები წამოვყარეთ მძინარეები და სასწრაფოდ დავტოვეთ სოფელი ეს იყო ძალიან საშინელება ენით ვერ გავაკეთე კი და ეს უფრო თვითონ გამიახლდა ეს ყველაფერი თან ტანკები აქ ედგა და სულ რო იყვიან ტყუების ქარცელში გავიარეთ ეზოში იყო 25 ყუმბარა ჩამოვარდნილი ხეები ძირებიანად იყო მოგლეჯილი და რა ვიცი ენით ვერ გადმოვცემთ ამ საშინელებას და სახლის ბზარებით კი სახლშიც კი სახურავიც გაფუჭდა ბომბი მოხდა ანტენას და სულ გადაიშალა სახშიც ბზარები გაჩნდა მაგრამ რა ვიცი ეს სამშობლოს სიყვარულმა ისევ ახლოს დაგვაბრუნა საშინელება იყო იცით მე როგორც მოგახსენებთ ისტორია ფილოლოგიური გახლავართ და ჩვენ ოჯახში პირადად ყოველთვის მაგიდა არ გაშლილა სუფრა არ გაშლილა რომ სადღეგრძელო ესეთი არ დაელიოს ჩვენი მიწები ჩვენს ხელში ყოფილიყოს რომ შემოვედით ომის დროს საბანდელები აღარ დაგვხვდა სახში აბსოლუტურად ყველაფერი წაღებული იყო აი რო იტყვიან ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება ისევ და ფეხზე დავდექით ერთი ხანობა კიდევაც ვამბობდი რომ იქით აღარაფერს აღარ გავაკეთებ მეთქი გული გამიტყდა ძალიან მაგრამ რო შემოვედი და მოვიხედე და სახლი რო ფეხზე დავინახე მე არ შემიძლია რა ვქნა სხვაგან ალბათ მილიონები რომ მომცენ მე ჩემ კუნჭულში მირჩევნია ჩემ ნაშრომში მირჩევნია რომ ვიყვე ჩამოვდიოდით ხოლმე პატრონობდით თაკაობას და საღამოსზე მივდიოდით რუსი ჯარი ჯერისევით გამ რო ავტობუსმა სიარული დაიწყო ერთადერთი რაც დაგვრჩა მე და ჩემ მეუღლეს სადაც ვიწექით იქ გვარდიის ბიჭები ბათინკებიანი წოლიან და ძალიან მიყვარს თეთრეული და გაშავებული იყო ხო ეს ბათინკები ხო გამაზულები აქვთ და ეთყობა იფიქრეს რომ ტურტლიანი იყო და არიკადრეს და ნეტასხებში ჩაწოლილი ყვნენ რომ ისინიც არ წაიღოთ და ესე გადარჩა ის ერთი ხელი და მე და ჩემი მეუღლე შემოვდიოდით და ვრჩებოდით ხოლმე ძალიან ბევრი გამოვიარეთ მაგრამ მადლობა უფალს არ დაგვიჩივლია იცით რატო არ დამიჩივლია მე ჭერი მაინც დაგვრჩა ჩვენა და